საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. საკადრო ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მინისტრის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს. ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას კი ირაკლი ქარსელაძე განაგრძობს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე პარლამენტს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარედგინება. იუსტიციის მინისტრის თანამდებობას კი სალია დაიკავებს. დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტები, რომელთა ჯამად ფილის გარეშე 4 მილიარდი შეადგინა. ეს ერთი მხრივ ზრდის ადგილობრივი ხელისუფლების შეასრულებას, განახორციელონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო მეორე მხრივ ზრდის გამოწვევებსაც საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეძვერება უფლებამოსილების ვადა. კანონის თანახმად მას აღარ ჰქონდა აღნიშნული თანამდებობის დაკავების უფლება. დავაზუსტებ, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს ბატონი ირაკლი ქარსელაძე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარუდგენთ ბატონი ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე ანრი ოხანაშვილი წლების მანძილზე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი პაატა სალია. სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ და ძირიეთხრება მედიის თავისუფლების დაცვის კანონებს. შესაბამის განცხადებას საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს. დიპლომატიური უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების შევიწროვების მიზნით იზრდება სასამართლოსა და სამართლებრივი სისტემის გამოყენება. ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან ერთად განაგრძობს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლოს ხდომების მონიტორინგს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. დამოუკიდებელ, თავისუფალ და პლურალისტურ მედიას კრიტიკული როლი აქვს მოსახლეობისთვის სანდოს სიახლეებისა და ინფორმაციის მიწოდებაში, საზოგადოებრივი დებატების ხელშეწყობასა და კარგად ინფორმირებული და აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებაში. მედია როგორც მაკონტროლებერი კრიტიკულად აკვირდება ძალაუფლების მქონე პირებს, იძიებს და აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რითაც ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების გაძლიერებას. ნათქვამია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაში. ანტინარკოტიკული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს მეორე მოსმენით განიხილეს. რეფორმის თანახმად დამატებითი შეზღუდვები დაუწესდებათ მომხმარებლებსაც. თუ აქამდე ღია სივრცეში მარიხუანას მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით განისაზღვრებოდა, ახლა 3 წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევას და 5 წლით საჯარო ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის აკრძალვას ითვალისწინებს. ეს არის ჩვენი მომავალი თაობის დაცვის უზრუნველყოფა აი ამ უმძიმესი სენისგან, რომელიც ცხადია, რომ არ არის მხოლოდ ქართული გამოწვევა, ჩვენი რაღაც ნოუ-ჰაუ, ეს არის მსოფლიოში არსებული უდიდესი პრობლემა, თუმცა ყველა სახელმწიფო ვალდებულია თვითონ მიხედოს თავის თავს და ჩვენი ის საკანონმდებლო სივრცე-ცვლილებებისა, რომელიც საზოგადოებისთვის არის შეთავაზებული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ემსახურება ერთადერთ მიზანს. ეს არის უპირატესად გამსაღებლების აი ამ სიკვდილის სცენის გამავრცელებლების წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრება. არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნებიან. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. საბოლოო გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე 91 ხმით მიიღეს. ამ მიმართულებით ცვლილება 14 სხვადასხვა კანონში განხორციელდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება. შესაბამისად, ისინი დამფინანსებელი სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები არიან და საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ქმედებები არ ემყარება ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებს.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეცხრე სხდომა დღეს საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები განიხილეს. კერძოდ კომისიის წევრებმა გორის ბაზრის წართმევის საქმის დეტალები მოისმინეს. დღესვე კომისიის წევრების წინაშე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე წარსდგა, რომელსაც თავდაპირველად 14 წლის ასაკში მკვლელობის, მცდელობისა და ხულიგნობის ბრალდებით 7 წელი მიუსაჯეს. 2011 წელს კი განმეორებით დააკავეს. წლის 6 იანვარს, როდესაც ვიყავი 14 წლის, მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით მომევიდა შელაპარაკება დისტრიბუტორთან, რა დროსაც ვიჩხუბეთ და ამ შეხლა შემოხლის დროს ბრელოგზე ჩამოკიდებული ვიქტორინოქსის დანით და დღეს ვამბობ და მაშინაც ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო კარგი საქციელი და მე ამას არ ვამაყობ. ამ ვისთანაც მომივიდა იმ ვიც 2 სანტიმეტრი ნახევარი გამავალი ჭრილობა ჰქონდა ბეჭის არეში, სადაც მოვიდა სასწრაფო და არც საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ და როდესაც მოვიდა მამაჩემი სამსახურიდან და გაიგო ეს ამბავი, მე ჩემი ფეხით გამოცხადდით პოლიციაში, სევასტოპოლის განყოფილებაში და იქ მოვყევით ჩემად ეგრეთ წოდებულმა დაზარალებულმაც თქვა რა იყო ჩვენ შორის, მეს მოვყევი რა იყო, დამაწერინეს ხელწერილი, რომ მსგავსი ფაქტი მეორეჯერ აღარ განმეორდებოდა და უკვე ვტოვებდი განყოფილებას. რა დროსაც მოვიდა განყოფილებაში ვინმე ზაზა კოცილიძე, ესეთი პიროვნება, როგორღაც ოქრუაშვილის ყურამდე მივიდა, ირაკლი ოქრუაშვილის ყურამდე მივიდა ეს ამბავი და იქიდან გამოაგზავნეს ვინმე ზაზა კოცილიძე, რომელიც შემდეგ სასამართლოსაც გამოვიძახეთ და დავკითხეთ ჩვენ საქალაქო სასამართლოში. და ჩვენებას უკვე ჩემი ხელწერილიც დაიხა იქ და ჩვენებას აწერინებს უკვე არა ლევან ბოჭორიშვილი, ვინც იყო უშუალოდ მონაწილე. ეს ახალმოსული კაცი საერთოდ არ შესწრებია იმ ამბავს და არც იცოდა რა მოხდა და მუხლებს მიყენებენ ყაჩაღობას 179 მუხლი იყო, განძრახ მკვლელობის მცდელობას 19-109, 10-დან 20-მდე და სამუდამოსაც ითვალისწინებდა და ხულიგნობას. და ამ სამი ბრალდებით გამიშვეს ციხეში 14 წლის ასაკში. ციხეში მომიწია 6 წელი 11 თვე და 1 კვირის გატარება. თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმერ პუტინით. შემიძლია გავიმეორო ის, რაც პრეზიდენტმა გუშინ საღამოს თქვა. ის იმედგაცრუებულია ამ კონფლიქტის ორივე ლიდერით. მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს, ხალხი ორივე მხარეს იღუპება და ეს ძალიან დიდხანს გრძელდება, აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის ევროკავშირში მომავალ გაწევრიანებას. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახალი გაფართოებული შეთანხმების პროექტში არ არის ნახსენები ნატო. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული და ამერიკული გუნდები ამჟამად შეთანხმების ახალ პროექტზე მუშაობენ. რა თქმა უნდა, როცა ამ შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, ეს არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს მომავალ გაწევრიანებას ევროკავშირში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს ცალკე დოკუმენტი. არაფერი უნდა ეწინააღმდეგებოდეს, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ევროკავშირის სახსრების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით ულტრამემარჯვენე ფრანგი პოლიტიკოსის მარინ ლეპენის საჩივარზე პარიზის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას 2026 წლის ზაფხულში გამოაცხადებს. პარიზის სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ მიიღეს 3 აპელაცია და ამ საქმეს ვადებში განიხილავენ, რაც საშუალებას მისცემთ გამოიტანონ გადაწყვეტილება 2026 წლის ზაფხულში. ეს ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილება 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იქნება გამოტანილი. მარინ ლეპენს სწორედ ამ არჩევნებში სურს მონაწილეობის მიღება. პარალელურად მარინ ლეპენმა გამოთქვა სურვილი მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ცნობისთვის ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავეცნო. მარინ ლეპენს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან 2 წელი შინაპატიმრობა, 2 წელი კი პირობითი სასჯელია. მას ასევე 5 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.